ხო, განსხვავება ამ პარლამენტს და ამ დარბაზს ბევრი ჩხუბი უნახავს, მაგრამ მე მგონი განსხვავებით ყველა წინასგან აქ გამორჩეული ის იყო, რომ ეს რაღაცა ჯოგის პრინციპით ორგანიზებული თავდასხმა ერთ-ერთ მიზნით, რომ მართლა ფიზიკურად გაანადგურო მოწინააღმდეგე, აქ რაღაცა შეურაცხყოფაზე ლაპარაკი ზედმეტია. თან ისეთი ნაკლული პარლამენტია, ისედაც მაგას არ მნიშვნელობა აქვს, ძალიან დიდია თანაფარდობა, ვთქვათ, ერთია 12 ამ პარლამენტის ხტომებს რო თვალყურს ვადევნებ, ძალიან მარტივად ხედავთ, რომ ნებისმიერი პოლემიკა, რომელსაც წამოიწყებს ხოლმე გახარიას გუნდი, მთავრდება დედის გინებით, აი პირველყოფილი ადამიანების რაღაცა ნეანდერტალელების შეძახი ღმუილით, სუღმუილი ისმის ღმუილი და დედის გინება და ხო ეს გასაგებია, როდესაც უინტელექტო, უდიპლომო, გაუნათლებელ მართლა პირველყოფილ არსებებს შეყრი ერთ დარბაზში და ეუბნები, რომ მათი ერთადერთი საქმე არის მწვანეზე დაჭერა, მე ხანდახან წითელზე და ამის მიღმა დაცვა უპირობოთ და უსიტყვოთ, იმიტომ რომ სიტყვების მარაგი ამ ხალხს არ გააჩნია, ხა იქ აქტივობდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებმა ჯამში 1000 სიტყვა ერთად არიციან. გაუნათლებელი ხალხი აქვს ალბათონო დიანა, ეს არის გაუნათლებელი ადამიანების შეკრება, რომელშიც რა თქმა უნდა სხვა გზა გარდა მუშტიკრივისა არ არსებობს, მაგრამ ამის მიღმა აქ მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ ესენი არიან პირველყოფილი ადამიანები, რომელიც სხვანაირად ვერ ურთიერთობენ. ეს ერთი ტრაგედია არის ამ ქვეყნის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ახლა რომელიც ჩვენ გვიყურებს, უნდა ესმოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი კი ზის სახში თავისთან და ყველაფერს წყვეტს, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს პარლამენტი არის მართველი ორგანო ამ ქვეყნის. საქართველოს პარლამენტში წყდება იმის ბედი, თქვენ, მე და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე. როგორ გადასახადს გადაიხდის მთავრობაში ვინ იქნება? კი ჩანს სხვათა შორის ციხეში რო ყრიან მთელი წინამთავრობა. აი აგერ ძალიან კარგად ჩანს, აი ესეთი პირუტყვების მიერ შერჩეული და შემდეგ ნაკონტროლებული მთავრობები რა მასშტაბით იპარავენ ბავშვების ფულს, ჯარისკაცების ფულს, პოლიციელების ფულს, ფარველობენ ნარკოტრაფიკს, ფარველობენ კოლ-ცენტრებს, რომელიც მთელ მსოფლიოში ტრანსნაციონალურ დანაშაულს ჩადის. ეს ხო გასაგებია, ეს ამ ადამიანების გამო არის. იმიტომ რომ პირუტყვი არის შეყრილი მართლა როგორც ერთ რაღაცა დიდ სადგომში და იქ ასე იქცევიან. ან სხვას ვერაფერს ვერ დაარქვევ, როდესაც პოლიტიკურ მთავარ არენაზე მთავარი სალაპარაკო ფორმა არის ცემა ტყეპა, აქ ლაპარაკი დამთავრებულია რაიმე პოლიტიკის კეთებაზე. დამთავრებულია ამ ხალხმა უნდა აკეთოს. ერთ ვინმეს თუ გონია რომ ამ ხალხის საქმე არ არის პოლიტიკის კეთება, პოლიტიკა იქ კეთდება. სხვაგან ამ ქვეყანაში პოლიტიკა არ კეთდება. ამიტომ ეს არის ერთი მსხვილი უბედურება. არა, ნუ პოლიტიკა პარლამენტში უნდა კეთდებოდეს და პარლამენტში პირუტყვი ყავს თუ ამას ვიძახ გავუტონდიანი, მაგრამ ამის მიღმა მეორე ამ ეს გვერდზე გავწიოთ პოლიტიკური რიტორიკის საგანი, მნიშვნელოვანი ამბავი არის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. სამართლებრივი პასუხისმგებლობა მე მოვისმინე რამოდენიმე რეპორტაჟში დღის განმავლობაში სხვა უყურებდი, რომ პარლამენტარებს იმუნიტეტი იცავსო. პარლამენტარებს იმუნიტეტი იცავთ წინასწარ პატიმრობაში, პირდაპირ არ გაუშვან და არ დააკავონ წინასწარ პოლიციელებმა პარლამენტის შემადგენლობის თანხმობის გარეშე. ანუ სასჯელისგან არავინ არ იცავს და არავითარ იმუნიტეტი არც ერთ დეპუტატს არ იცავს. როდესაც დანაშაულს ჩადიხარ და ამის გამო უნდა დაისაჯო, ამისგან არავინ არ იცავს, არავითარ იმუნიტეტი არ იცავს პარლამენტის დეპუტატებს. ჩვენ სახეზე გქონდა ჯგუფური დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური თავდასხმა თანამდებობის პირებზე. თანამდებობის პირები არიან პარლამენტის არჩეული დეპუტატები. შეგახსენეთ, რომ მზია ამ აღლობელს ციხე ეხა აქვს მისჯილი და სასჯელს იხდის, იმიტომ რომ თურმე ჭყალებში სილით გაწნის თავს დაესხა თანამდებობის პირს პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა ფიზიკურად და თავს დაესხა და ამიტომ მზის ციხეში. ეხლა მე კითხვა მაქვს. დამამძიმებელი გარემოება მზია ამაღლობელი თურმე ერთი იყო, ხო? აი დაუშვათ. დამამძიმებელი გარემოება რომ ესენი იყვნენ ჯოგი. მინიმუმ რამოდენიმე ათეული ადამიანი იღებდა მონაწილეობას აი ამ სამარცხვინო თავდასხმაში. ამ ადამიანების პასუხისმგებლობა სად არის? მე მესმის რომ არავითარი სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დადგება ქალბატონდიან. არავითარი. დღეს აგერ ვიხილეთ ამ ქვეყნის კრონპრინცად წოდებული ივანიშვილის რაღაცა ამ წარმოსახვით მმართველობაში ამ ქვეყნის იქ თქვეს გამოთქვეს უკვე აზრი რომ არა ეს არ არის დანაშაული. ეს თურმე იქ რაღაცა ზეზეულმა გვამმა ბატონმა შარმანაშვილმა თქვა რომ ქართველობა არის. ანუ ეს ქართველობაა და ქალმა კაც სილა რო გააწნა, იმას ისე ეთკინა, იმ საწოდავს იმას. ისე ეთკინა, რომ ეს მიიღო ფიზიკურ ზიმად, რა ქვია, დაზიანებად და მზია ამაღლობელი ციხეში ზის. და სახეზე გვაქვს ბოდიშვიხტის შტანგისტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა შტანგისტმა.
ხო არის რაღაცა, ვიღაცა შეიძლება რაღაც ისეთ დარგში იყოს ოლიმპიური ჩემპიონი, არ ვიცი რაღაც. სამხატვრო იმაში, ტანვარჯიშში, ან აი მე მსგავში, გიმნასტიკაში. ეს კაცი არის შტანგისტი. ანუ მუშტის, ამ კაცს მუშტი როგორ შეიძლება საერთოდ, როგორ შეიძლება ამ კაცმა მუშტი მოიქნიოს სადმე? როგორ შეიძლება ეს? და სახეში აფეთა. სხვა სპორტსმენები იქ კიდე სხვა ადამიანები, რომელსაც პოლიტიკასთან არავითარი კავშირი აქვს, მან იმ დარბაზში ზიან, ამ ქვეყნის უბედურება ეგ არის. ერთად, კოლექტიურად თავს დაესხენ ორ დეპუტატს და ეს დანაშაული არ არის. მე ამას კიდევ ერთხელ ვამბობ, დაისვა, ჩემ პარტიაში დაისვა, გახარეს გუნდამაც დასვა ეს საკითხი, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს. მე უბრალოდ ჩვენს მაყურებელს, საქართველოს მოქალაქეებს მინდა აი ეს ორი მაგალითი უთხრა. არ მივდივარ სხვა მაგალითებზე. არ მივდივარ ელენე ხოშტარეს მაგალითზე. სხვა უამრავ აბსურდული ბრალდებით ადამიანების ციხეში ყოფნაზე. აბსურდული ბრალდებით, მაგრამ აი კონკრეტული ამბავი, მზია ამაღლობელი. ერთ მხარეს თავდასხმა თანამდებობის პირზე, პოლიციელზე, სილის გაწნა და მეორე მხარეს მინიმუმ 10-მდე კაცი და ალბათ რამოდენიმე ათეული როგორ სცემს ჩაქოლვით არის დაკავებული საქართველოს პარლამენტის დარბაზში ორი დეპუტატის თანამდებობის პირის გამშველად თვითონ რა თანამდებობების არის ეგ აი სწორედ ეგ არ არის არავითარი ინდულგენცია ანუ ეს არის ჯგუფური თავდასხმა და ეს მოსულა ანუ როდესაც ჩვენ ვაპარაკობთ რომ ადამიანის უფლებები აღარ არსებობს როდესაც ვაპარაკობთ რომ ვიღაცას აქვს უფლება ყველაფერი გააკეთოს და ვიღაცას აქვს არაფრის უფლება არ აქვს იმიტომ რომ ეს ვიღაცა ისაც არაფრის უფლება არ აქვს. უცნაურად თან აღმოჩნდება ის ადამიანი, რომელსაც არ მოსწონს ბიძინა ივანიშვილი. ანუ შენ თუ არ მოგწონს ეს ყველაფერი, შენ გაგსრისავენ და იმას ყველაფრის უფლება აქვს. იმას აქვს უფლება, რომ იყოს ქართველიც. აი ეს მის წარმოსახვაში ქართველი, რა ქართველობაში ხდება. პურა თავდასხმა ორ კაცზე რა ქართველობაში ხდება, გაუგებარია. მაგრამ ის თუ შეიძლება თუ არა ყველა სივრცე, სადაც შეიძლება რაღაცა პოლიტიკის კეთება რომელზეც თავის დროზე ზოგმა უარი თქვა, ზოგმა ჩათვალა რომ ახლა იქ კეთებას ქუჩაში და ასე შემდეგ შეება, მაგრამ მე ეს თქვათ იმდენად შევიდნენ ეშხში აი ამ ძალაუფლების ყველა ბერკეტის ხელში ქონით და უმრავლესობით გათამამება, რომ აი ეს სცენაც ვიხილეთ და რაღაცა აი თითქოს სად რჩება პოლიტიკის ადგილი, მაგალითად წინა სტუმარი, რომელიც ერთ დროს თქვენი თანაგუნდელი იყო, ახლა ახალ პარტიას, კი ბატონო, ჩემი მეგობარი, ახალ პარტიას აკეთებს, თქვათ აქ გუშინ წინ ჯერ საქართველოს ვიქტორ ყიფიანი, რომელიც სხვათა შორის თქვენთან რაღაც ფორმით კომუნიკაციაში იყო 2024 წლის არჩევნებზე, კიდე ახალ პარტია დააფუძნა. ადამიანები შემოდიან, სად ხედავთ პოლიტიკის. ერთი წარმატებას უსურვებ ყველა მათგანს, მეორე ეს არის მნიშვნელოვანი რამ, რომ ამ ქვეყანაში ისევ არიან ადამიანები, გარდა მათი, ვინც ვიბრძვით, გარდა იმ ხალხისა, ვინც ამ ბრძოლაში ვართ აქტიურად ჩართულები, გარდა იმ პარტიებისა, რომელსაც საკონსტიტუციო აკრძალვითაც ემუქრებიან, იმიტომ რომ უბრალოდ ვარსებობდით ამ პერიოდში. ლიდერებს ყველა ლიდერს ემუქრება ეხა და ბოლომდე მიდის აი ეს პროცესი რაღაცა ბოდიში ჟარგონის და ჩაჭერის. ამ სივრცეში როდესაც არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური ბრძოლისთვის, აი ახალი ადამიანები, ვინც ამ ბოლოზე შემოდიან, ეს მხოლოდ მისალმებელია და ნიშნავს, რომ არსებობს იმედი ამ ქვეყანაში, რომ ეს ქვეყანა უნდა გადარჩეს. ჩვენ ამ პოლიტიკას, როგორც ისინი დარწმუნებულები, ვინც ახლა შემოდიან, მათ შორის ისინი, ვინც აქ ვართ ამ პროცესში, ჩვენთვის გამსაზღვრელი ის კი არ არის ბიძინა ივანიშვილი რა სივრცეს დატოვებს, რამდენ პირუთს გამოუშვებს, რამდენ ძაღლს აუშვებს და მიასევს პოლიტიკურ პროცესს. ჩვენთვის თავარი არის, რომ სანამ საქართველოს არსებობს, სანამ ქართული დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის იდეა არსებობს, მანამდე უნდა ვიბრძოლოთ და მადლობა ღმერთს, რომ არიან ასეთი ადამიანები ამ ქვეყანაში, ვინც იბრძვიან. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ძალიან ცოტა სივრცეა დარჩენილი. ეხლა ეს როგორ მოხდა? ამას ვქვია, იცით რა არის, ყველაზე ესეთი 250 წელი უსრულდება ამერიკულ სახელმწიფოს. და დამფუძნებელი მამების ერთ-ერთი ეს ფუნდამენტური აზრი იყო, რომ ხელისუფლება ყველა ვარიანტში რყმის. ეს არის მოცემულობა, ეს არის რაღაც კანონზომიერება ცივილიზაციას, რომელიც ისტორიიდან მოყვება ძალიან დიდი ხანია. ხელისუფლება რყმის, მაგრამ ამისთვის მოიგონეს მათ, რაც ეგრეთ checks and balances სისტემა, ხო? რომ ძალაუფლება უნდა იყოს დაბალანსებული. შეკავებით. თორე ყველა შეიძლება მოწამლოს.
და რა თქმა უნდა ჩვენ ახლა ვხედავთ ზენიტს, აი ყველაზე ცუდი საზიზღარი, ყველაზე აზიური, ყველაზე ესეთი შუა საუკუნეებრივი გაგებით, ხელისუფლებით გაღწნის. როდესაც შენ ერთ მხარეს ყავს ადამიანები, ვისაც დააჯარიმებ, ციხეში გაუშვებ, რამშობა სამართლებრივ სასჯელს მიუჟჯი, იმისთვის რომ მაგალითად ვიღაცამ დაწყევლა ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ მეორე მხარეს დაწყევლა კი არა მოწყალოთ ფიზიკურად გაუსწორდებიან ივანიშვილის დეპუტატების სხვა ადამიანებს და ამათ არაფერს არ უზავ. ქვეყანა სადაც არსებობენ ორი კატეგორიის ადამიანები. ამას ქმნის ივანიშვილი, იმიტომ რომ მისი ძალაუფლებისთვის დღეს ხო, მის ძალაუფლებისთვის დღეს ეს კომფორტული არის. მე არა ვარ იმაზრის რომ ეს არის მისთვის კომფორტული პოზიცია. უბრალოდ როდესაც სხვა ინსტრუმენტი არ დარჩა დათმობას ურჩევნია აი ეს ვაბანგზე წასვლა. ყველაფრის კადრება, ყველანაირი გახრწნა ძალაუფლებით ბოლომდე ჩაშვება, ასე ვთქვათ, და მთელი ქვეყნის ჩაყოლება. ეს არ არის რომ რაღაცა ერთი ჯგუფი ადამიანების, რომლებიც დღეს მართავენ ამ ქვეყანას, ისინი გაისვრებიან და ამიტომ ეს ხალხი აყენებს ყოველდღიურად უმძიმეს ზიანს ამ ქვეყანას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს გაუტენ ბოჭორიშვილი, მინისტრად წოდებული ბოჭორიშვილი დღეს იყო რაღაცა ზაგრებში, დუბროვნიკში, აღარ მახსოვს რაღაცა ფორუმზე, სადაც ამბობდა რომ საქართველოს აქვს მულტივექტორული პოლიტიკაო, საგარეო. მულტივექტორული, მულტილათინური წინსართია და ნიშნავს მრავალს. მრავალ ვექტორულ პოლიტიკას სათხედავს ეს ოჯახაშენებული დაგვანახოს. როდესაც ის და მთელი მისი პოლიტიკური ძალა 24 საათი ერთ-ერთ ვექტორს ხო მინიმუმ დასავლეთს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების 72%-ისთვის ბოლო კვლევებით არის ერთადერთი ვექტორი. ერთადერთი. აი 70% ამ ქვეყნის მოსახლეობის ამბობს, რომ ესო ერთადერთი ჩვენი ვექტორია. ეს შეჩვენებულები ამბობენ, რომ მულტიდან ერთიაო. როგორ არის მულტიდან ერთი, როდესაც არ ვიცი, ისა რა ქვია ულანბატორის, ტაშკენტის და იმის რა ქვია, ოქროს ურდოს გარდა არსად არ იყურება. ეს რა სიგიჟეა? მართლა რა შუა საუკუნეებრივი გამოძახილია, რომ თემურლენგის საფლავი აატალახო გაუთავებლად. აქეთ კიდე ისა რა ქვია, ერთხელ არ გაიხედო, სულხან საბა სადაც ეძებდა, მთელი საქართველო არ ვიცი, მოყოლებული იმიდან, ანტიკური ხანიდან დღევანდელ დღემდე, სადაც ეძებდა გადარჩენას, იქით სუიფურთხო, სუილანძღო, თქვა რომ ის არ არსებობს, ბოროტება იქცევა და აქეთ ულანბატორი და იმის რა მურმანყრუს საფლავს აატალახებდეს. აღარ შეუულია იმ ხალხს ბოდიშვიხტის შუა აზიაში აღარ შეუულია მედლებს კიდებენ ერთს მეორეს რომ ოღონდ მეტი აღარ ჩამოვიდესო. ოღონდ კიდევ ერთხელ დიანა დაუპატიჟებლად ხომ არა, დაუპატიჟებელზე არ არის კაცო. საგარეო პოლიტიკაში შედეგი უნდა მოყვებოდეს ხოლმე რაღაცა ვიზიტებს. ერთი შედეგი მითხრას ვინმე. ერთი შედეგი რა არის? რა ინვესტიცია? ერთი შედეგი. ყაზახური ინვესტიცია რამე გაიზარდა ამ ქვეყანაში, თურქმენული ინვესტიცია გაიზარდა, თუ ტაჯიკური ინვესტიცია გაიზარდა? ან ყირგიზებმა ჩადეს, ანაკლი სპორტს ავაშენებთო, ყირგიზებმა თქვეს? თუ ბათუმს იმას ვიზამთ, რა ქვია, გავზრდით კიდევ ტაჯიკებმა თქვეს? ან რა ვიცი, ვინმემ კიდე ჩამოვიდა იმიდან, რა ქვია, უზბეკეთიდან და თქვა რომ რამეს გავაკეთებო, აქო, თბილისში კიდე რამეს ავაშენებ ქარხანა ფაბრიკებსო? არა, ეს არის ყველაფერი სიგიჟე, ჩვეულებრივი პოლიტიკური სიგიჟე. იმის გადასაფარად რომ ვერაფერს ვერ აკეთებენ საგარეო პოლიტიკაზე ცენტრალური აზიის ქვეყნებში. აგერ საბა ამბობდა, უსმენდით თქვენგან. იცით რაშია საქმე? ამ ქვეყანაში აი რაღაცა თვითონ აყენებენ ესეთ არჩევანს, აი ეს პოლიტიკური ვირთხობა რა არის მართლა არ მესმის, ეს რაღაცა კრაზანას ბუდის ჩუმად გაკეთება, რომ ეხა მე დავთესავ იმ ჯონდი ბაღათურიებს ვალაპარაკებ რუსეთი რო კაია მაგაზე. მე იმას ვიყვან, რუსულ კომპანიებს შემოვიყვან, რუსეთის კონტრაბანდულ ნავთობს ვატარებ ამ იმაზე რა ქვია, რკინიგზაზე, რუსეთშიც მოვამარაგებ ფერარებით. ჩუმად ვიზა მოღონდ ამას. ძრას პოლიტიკაში არ გავაკეთებ რუსეთთან. ანუ შუა აზიაში ვივლი აი ამ რაღაცა პოლიტიკური ვოდებილისთვის, ოღონდ ამის პარალელურად იმასაც კი არ შვება, რომ რუსეთთან რამე გაარკვიო. ანუ იმის პარალელურად ქალბატონო დიანა რომ ევროკავშირთან შეწყვიტას ყველანაირი ურთიერთობა, შეერთებული შტატები აღარ არის სტრატეგიული პარტნიორი ამ ქვეყნის, რუსეთში აქტიურად მიდის ლაპარაკი იმაზე, რომ სამხრეთ ოსეთი ეგრეთ წოდებული გაუერთიანონ ჩრდილოეთ ოსეთს. ანუ საქართველოს ტერიტორიების ანექსიის ახალი ფაზა დაიწყო. იმ ვითარებაში, როდესაც აი ყველა გადაიკიდა გარშემო და რუსეთთანაც კი ვერ ალაგებს. ამიტომ მულტივექტორული კი არ არის, უვექტოროა, გაფუჭებული კომპასი დარბის ეს უბედური ქალი, აქეთ-იქით და ეს გაფუჭებული კომპასი რატომღაც ანახებს მხოლოდ ცენტრალური აზიის დედაქალაქებზე. რაღაცა კატასტროფა. მადლობა.